როგორც ჩანს, უფალმა შემოქმედმა ძაღლებს მისცა ის ფუნქცია, ის დანიშნულება, რომ მათ შეასრულონ ლაკმუსის როლი და დაგვანახონ, ვინ არის ადამიანი და ვინ არის არაადამიანი. ძაღლების მიმართ დამოკიდებულების მიხედვით განისაზღვრება ჩემთვის პირადად ადამიანი ვინ არის და ადამიანი ვინ არ არის. მე არავის არ ვთხოვ, რომ მაინდა-მაინც ჩემსავით გულში იხუტებდეს ამ ძაღლებს, მაგრამ როდესაც ძაღლები გეზიზღება, ზიზღს გამოხატავდა, ის ადამიანებიც გეზიზღება, ვისაც ძაღლები უყვარს და ვინც ძაღლებს იცავ, უკვე ადამიანი არ ხარ შენ. ხედავთ სკრინზე, ხო, ამ არაადამიანურ კომენტარს, ამაზე არილევიან ესეთი არაადამიანები. ამაზე ეხლა ამ ვიდეოს ცოტა მოგვიანებით გავაკეთებ ამ ვიდეოშივე კომენტარს, მაგრამ თავიდან მინდა ესე იგი გამოვყო ესე იგი ჩემი ძაღლების შესახებ ვიდეოებმაც გარკვეული ლაკმუსის როლი შეასრულა და დამანახა რამდენიმე ტიპის ადამიანები. ერთ-ერთი ადამიანები არიან, რომლებიც აი ქართული ოცნების რაღაც გაправების დაუოკებელი უნარი რო აქვთ, ისა უნარი კი არა მოთხოვნილება რო აქვთ და ნუ უნარიც აქვთ, რომ ყველაფერი აправონ დემაგოგიურად და რატომღაც ჩათვალეს, რომ ძაღლების უმოწყალო ხოცვა ჟლეტვა არის ქართული ოცნების ხელისუფლების მთავრობის ასე ვთქვათ უმაღლესი დონის გადაწყვეტილება და რაღაცნაირად უნდათ რომ ეს გააპროვონ. მე პირველ რიგში ვამბობ, რომ ეს არ არის ქართული ოცნების უმაღლესი დონის გადაწყვეტილება ჩემი აზრით, აი ამ ცოტა შუაზე ოდნავ მაღალ რგოლებში ვიღაცა ნაგვები, ნეხვები არიან შეპარული და მიუსაფარი უმწეო ძაღლების თემაში ფულის საკეთებელი რაღაცა ხრელები დაინახეს და მილიონებს აწერინებენ სახელმწიფოს და მე იმის ნაცვლად რომ ძაღლების პრობლემა მოაგვარონ კარგი და ჰუმანური მეთოდებით ხოცავენ ამ ძაღლებს უმოწყალოდ და რომელი სქემითაც ჯიბეში ჩემი აზრით ჩემი ეჭვით იდებენ აი ამ მილიონებს ასე რომ ძაღლების ხოცვის წინააღმდეგ გამოსვლა თქვენ დაბალტვინიანებო სულაც არ ნიშნავს ქართული ოცნების წინააღმდეგ პოლიტიკურად ქართული ოცნებასთან დაპირისპირებას პირიქით მე ვფიქრობ რომ ქართულ ოცნებას უფრო ვეხმარებით ის ადამიანები ვინც ვამხელთ აი ამ ძაღლების ხოცვას და მოუწოდებთ რომ სასტრაფოდ შეაჩერონ და დასაჯონ ეს ადამიანები ვინც პირველ რიგში ქართულ ოცნებას უკეთებს საშინელ საქმეს ძალიან ცუდ საქმეს აქვე ვიტყვი ეხლა აქ ვიღაცა ეს ნაცები და ნაცი არ ვარ მაგრამ ტიპების შემოვარდნები კიდე გაგეხსნათ გონება და უიმე ისა და ეხლა მიხვდით კოჩები რაც არიან რაღაცა დებილურ კომენტარებს რო დებენ აქა ესა აბა აქამდე რო აძლევდით კოჩებს ხმას ვერ მიხვდით თუ რა აბა აქამდე ვისთვის უნდა მიმეცა ხმა ნაცებისთვის ყველა ესეთი კრეტინი ვინც აქ შემოეთრევით აი 41 რო ხაზავთ კონკრეტული ნომერი ასე ზოგადად დებილურად კი ნულაპრაკობ 41 რო ხაზავთ რომელი ნომერი უნდა შემოვხაზო მითხარით დამიწერეთ ნომერი რომელი უნდა შემოვხაზო რატომღაც ყველა ესეთი ადამიანები და 41 რო ხაზავთ ესეთი ადამიანების 99% არ წერს რომელი ნომერი უნდა შემოვხაზო და რაც შეეხება დანარჩენს ბიჭო გონება დაბნელებულები ხართ თქვენ რომ ნაცის მიშა სააკაშვილი სახში რო შემოგვერძეს და დედა მოგიკლას და და ძმა მოგიხოცოს იმაზე არა მოიღებთ ხმა თქვენ მალამ მონებო და ჩვენ და ჩემნაირი ადამიანები მიუხედავად იმისა რომ ოცნებას უჭერთ მხარს მაინც ვიღებთ ხმას უჭერთ მხარს მაინც ვიღებთ ხმას ხო როცა რაღაც არ მოგწონს მათ შორის ეს ძაღლების სადისტური ხოცვა თქვენ და თქვენარი დამპლები აი ამ ძაღლების სადისტურ ხოცვას ეხლა ნაცების ხელისუფლება რო აწარმოებდეს ხმას არ ამოიღებდით შეძვრებოდით და გააправებდით ისევე როგორც ეხლა კოცების ეს ზოგიერთი გამправებელი ეხლა აправებს ასე რომ ჩაიგდეთ ენა და აქ რაღაც ნიშნის მოგებითი კომენტარები გათხარეთ დედა თქვენებს ტრაქში თქვენ სირებო ეხლა ამათ რაც შეეხება ბიჭო ეს ოცნების ტიპები ოცნების ვითომ გამправებლები კაცო ის ხო საერთი ის არის რომ რასისულელებს ბოდავ დაწერენ და გაქრებიან რასისულელებს ბოდავ მოусმინე გამოტვინებულო რას ლაპარაკობ თავიდან ბოლომდე დადასტურებული არგუმენტები ფაქტები ხა ვიღაცა ძაღლს იმას როგორ უკეთებს ევტანაზიის ნემს მე მაგის ფაქტს ვერ დავდებ ერთი ნემს რო უკეთებს ძაღლს
ვიღაცა ამისი ფაქტი რომ დავდო ის ნემსი ევტანაზია შიგნით თუ რა ჩემი ფეხებია მე ამას ვერ დავადასტურებ ჩვენ ვითხოვთ გამოძიების ჩატარებას და გამოძიების ჩატარებას სისულელების ბოდო არ არის გამოძიების ჩატარებას ვითხოვთ კონკრეტული აბსოლუტურად საეჭვო არგუმენტებიდან გამომდინარე გამქრალია ძაღლები გამქრალი და გვაქვს სერიოზული ეჭვი რომ არის დახოცილი და ამას ვითხოვთ შემოდი ხარ რეჟისორების ბოდაო ბოდავს დედა შენი შეკრეტინო და მოусმინე ვიდეოს თუ გინდა თუ არა და ნუ აკეთებ ამ დებილ კომენტარებს აქ და ის კატეგორია კიდე რა ქვია მე შენზე არანაკლებად მიყვარს და ჩემზე მეტად შენ არ გიყვარს ძაღლები მაგრამ მერწმუნე არავინ ერჩის ძაღლებს ტყუილია ეგ ბიჭო მე აი ესეთ ადამიანებს ერთობს დავეკონტაქტე მეთქე მერწმუნე ძაღლებს არავინ ერჩის რო იძახს ეთქობა რაღაცა წავიდა სადღაც გაიგო ვიღაცას რაღაც კითხა გამოიკვლია მიმკედლებლებს დაელაპარაკა და საიდან რატო გერწმუნო მე ვთხარი აბა რა ქენი რა გააკეთე ვისთან მიხვედი რა კითხე რა გამოკითხე რა პატარა ძიება ჩაატარე რა არგუმენტები გაქვს რომ გერწმუნო არაფერი საგუცალია კაცო მე ისა საბოდიალო და ვიღაცების გამოსა აბა როგორ უნდა გერწმუნო შენ რეგვენო შენ მერწმუნე ძაღლებს არავინ ერჩის რა ვთქვა გერწმუნე და ჩემზე მეტად არ გიყვარს ძაღლები ეს რაღაც დებილი ფორმულა ძაღლები რო გიყვარდეს შეჩემისა შენ წახვიდოდი და ძაღლი ამ ხელ ამბავი როა ატეხილი და 7000 კაცი რო წერს ძაღლი მომპარეს ვერ პოულობ გააკრეს ჩემი ძაღლი მიხვიდოდა ერთ ორს მაინც დაელაპარაკებოდი და გეცოდინებოდა რაზე დაყრდნობით ვამბობ ჩვენ ექს რო ხოცავენ ძაღლებს გერწმუნე რა გიხარ სახში წამოგორულ ხარ მუთაკაზე ყვერებს იფხან და მე გერწმუნო რომ ძაღლებს არ ხოცავენ მოდი რა გაიარეთ გააძვით ასეთებმა და ნუ ეხლა რა შეეხება ამ სკრინზე რაც არის ეს კომენტარი ჯერ დავიწყოთ იქედან რომ ნუ ძაღლი მიაკვდა სულში ეს ხა ბოროტი ადამიანების გამოგოწვა ძველ ჩვენო წინაპრების გამოთქვა ძაღლი მიაკვდა სულში ჩვენ წინაპრებშიც იყვნენ ბოროტი ადამიანები ეს ერთი მერე მეორეც ხალია თან ბიჭო ესა და არ ვიცი ხა რა ასაკის ხალია მაგრამ შედედა მიჯმულო შენ მართლა დაგაჯვა ძაღლებმა ჩაგიჯვა ოჯახში ძაღლებმა ჯერ მე რატომ წევლი ძაღლი მიგაკვდა სულში მიწერ რატომ მიწერ ამას რამე დაგიშავე ძაღლების დაცვას რა ხარ მითხო წევლი რომ ძაღლი მიგაკვდა სულში და მე მიწერ რომ ისაო რა ქვია ადამიანები უფრო გიყვარს თუ ძაღლები მე მგონი ძაღლები უფრო გიყვარს ადამიანებსო და ადამიანს წევლი ბიჭო ძაღლი მიგაკვდა სულშიო მიწერ ხა ჩემთვის ეს არ არის მე ბედნიერი ვიქნები ჩემ ძაღლებს ჩემთან ერთად თუ დამარხავენ მაგრამ შენთვის ხო წევლა ეს შენი მხრიდან წევლი შენ აგავო და აი რატომ წევლი რა დაგიშავე აი ამაშიც ეთყობათ ამათ რომ ბოროტი ადამიანები არიან ბიჭო ბოროტი და ძაღლები გირჩე ძაღლები უფრო გიყვარს ვიდრე ადამიანი აი შენაირ ადამიანებზე უფრო ძაღლები კი არ მიყვარს მხოლოდ აი რა ვიცი რა გითხრა ბუზი მიყვარს შენაირ ვითომ ადამიანზე უფრო შენ თავი ადამიანად მიგაჩნია ბაღლინჯო მიყვარს აი ჩემ ძაღლს რო ტკიპა აზის ზურგზე აი ის ტკიპა უფრო მიყვარს ვიდრე შენ იმ ტკიპას უფრო ვაფასებ ვიდრე შენ და შენაირ ადამიანს შენ ნაგავო შენა შენ ნეხვო შენ სულით ნეხვო შენ ამა თავი ბიჭო აი ესე ტიპებს გონიათ თავი ადამიანები და გწევლიან აქ უაზროდ უპრაკონოთ აი რა არის ეს ხა ძაღლი მიგაკვდა სულში და რაღაცას მე რისი გულისთვის რომ თქვი რომ საწყალი ძაღლები დავიცვათ არ დავხოცოთ გამოვიყენოთ მათი ისა ჰუმანური მეთოდები ქუჩებიდან გასაყვანად ასე შემდეგ და შემორბის და შენ ადამიანებზე მეტად ძაღლები გიყვარს ძაღლი მიგაკვდა სულში იწევლება ეხლა როგორ აი და საერთოდ ზოგადად ბიჭო მაგარი პარადოქსულ ქვეყანაში ვცხოვრობ ბიჭო ძაღლების მოყვარულებს ეძახიან ეს მართლა ესენი ძაღლების მოყვარულებს ეძახიან სექტას ძაღლების მოყვარულებს ეძახიან ბოროტებს და ფაშისტებს ძაღლების მოყვარულებს ეძახიან შიზოფრენიკებს და შიზოიდებს და ნევრასთენიკებს ძაღლების მოყვარულებს ბიჭო აი ესენი ეს რომლებიც ანთხევენ ბოროტებას შხამს უბედურებას გწევლიან ესა და ჩვენ ყოფილვარ თურმე შიზოფრენიკები გიჟები ისენი ფაშისტები თუ რაღაცები და ესენი არიან კეთილები და დალაგებულები და
დინჯები და ფსიქიკურად გაწონასწორებულები ეს ბინძური ხალხი ეს მაწყევარი აი პარადოქსი რა აი ესეთი ადამიანები რომ ვინმეს სექტას დაუძახებენ ბიჭო სექტა რა არის წესიერად ნახეთ მაინც მაგის განმარტება და კიდევ ვიმეორებ რა თქვენნაირ ადამიანებს მირჩევნია ბაღლინჯო აი ხლა გააჯვით აქედან მალო